Salmები გიორგი, მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. საინტერესოა პირველ რიგში კულებას ეს პასუხი ნიშნავს თუ არა რომ უკრაინა მუდმივად ხაზს გაუსვავს მის როლს აი ამ გამოღვიძებაში, როგორც თავად ამბობს და საკითხი რომ შეიძლება მაგალითად საქართველოს მისცენ კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების პროცესი ორბანის გამოისობით და არ ვიცით კიდევ სხვა თუ იარსებებს გაჩერდეს, მოკლედ ეს ფორმულა იქნება რაღაც წარმოუდგენელი ასე ჩანს, მაგრამ ბუნებრივია კულება არ არის ახლა მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი, თუმცა უკრაინის პოზიცია რამდენად გასაგებია ამ პროცესში მისი მხრიდან გახმოვანებული. კეთილი, მოგესალმები დიანა, ტელემაყურებელს მივესალმები. მართალია კულება, ეს მართლაც ასეა, რომ არა უკრაინა ევროკავშირი გაფართოების ხასიათზე არ იქნებოდა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, იგივე მოლდოვისთვის თუ ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის შემდეგი ნაბიჯები რეალობა ნამდვილად არ იქნება. ასევე ისიც ვერ მოხდება, რომ აი რაც თქვენ თქვით, რომ აი საქართველოს გადადგას ნაბიჯი გაწევრიანებისკენ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ უკრაინამ ვერაფერი მიიღოს. ეს წარმოუდგენელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ერთ დოკუმენტთან, რომელსაც ქვია გაფართოების დოკუმენტი და რომელიც მოიცავს თავის თავში როგორც უკრაინის ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ისევე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. კი ბატონო, გიორგი, ნახეთ ჩაგეკითხებით. ხო, იმ შემთხვევაშიც კი, აი ამ შემთხვევაში თუ თქვენ, ანუ ვერ მოხდება, რომ აი საქართველოს რახან თითქოს არაფერს არ ერჩის ორბანი და უკრაინას ერჩის. აი საქართველოს გამოაცალკევონ და საქართველოს საკითხი ცალკე განხილვა. ესეთი რამე ვერ მოხდება. კი ბატონო, ნახეთ თუ კითხვა გაჩნდება გიორგი ასეთი, რომ ასე სამი ქვეყანა იყო ეგრეთ წოდებული, ეს ვთქვათ, ტრიო ასოცირების, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, სადაც ორი წაიწია წინ და საქართველოს არ მიეცა მაშინ. ანუ ასე კობახიძეც რაღაც ამ ტიპის თეორიას ავითარებს შეკითხვების პასუხად, რომ მაშინ თუ ეს სეგრეგაცია თუ რაც არის შესაძლებელი იყო, ახლა რატომ არ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომები. აი ამაზე რას უპასუხებთ, ეს ვთქვათ, იმ აუდიტორიას, რომელმაც მოისმინა კობახიძის ეს განმარტება. კეთილი, თეორიულად რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ იყოს განსხვავებული მიდგომები და ისიც შესაძლებელია, რომ ევროპული საბჭოს ლიდერებმა ბოლო წუთს ან ბოლო საათს შეცვალონ დოკუმენტი და სხვანაირად განიხილონ, სხვანაირად წარმოადგინონ, ეს მათი პრეროგატივაა. ის კი არ არის, რომ ეს თეორიულად შესაძლებელი არ არის, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა აქვს, იმიტომ რომ ერთიანი პაკეტი უნდა ევროკავშირს რო გავიდეს. თორე ცალკე აღებული საქართველოს საკითხი რო იხილებოდეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე კარგად ჩვენ საქმე არ გვექნებოდა. შესაბამისად, როდესაც მთავარი ლოკომოტივი, ანუ ევროპის გაფართოების ვინ არის ასეთი ლობისტი, ვის გამოც შეიძლება, ეს ვთქვათ, სწორედ პაკეტისთვის კონდეს საქართველოს თავისი როლი. ანუ კითხვა ვერ გავიგე ზუსტად შეიძლება. აი, იცით რა გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს ცალკე რომ პაკეტში აქვს მას ფასი და ვინ ყავს მაშინ ასეთი აი ლობის, ეს ვთქვათ, ლობისტები ევროკავშირის წევრებს შორის თუ აი პაკეტში ყოფნა რატომ პაკეტში ხომ იყო შარშანაც? არა, არ იყო, სწორედ ამაში იყო საქმე, რომ შარშან ეს პროცესი იყო დასაწყის ფაზაში. ევროკავშირის ბოლომდე გააზრებული არ ქონდა რასის სწრაფით და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება მოიქცა ცუდად და ჩამორჩა მოლდოვას და უკრაინას, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლითაც შანსი არ დაუტოვა ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ არ დაეცალკევებინათ აი ეს სამ ტრიო და შესაბამისად მოხდა ის, რაც მოხდა და რა თქმა უნდა, საქართველოს ყველაფერი ისე გადადგა, რომ სტატუსთან მივიდა? დიანა, თუ შეიძლება და პირველი რაც საქართველოს მოსახლეობას არ უნდა დაავიწყდეს არის ის, რომ აი დღეს რომ საქართველოს და დანარჩენებიც საქართველოს გაწამაწიაშია და იმაზე მსჯელობთ მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, წელიწად ნახევრის წინ საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი და მიიღებდა კიდეც საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამისთვის რამე გაეკეთებინა.
და ანუ პირველი და მთავარი ჩვენ ჩამორჩენილები ვართ, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასე მოისურვა. მეორე, ახლა ჩვენ ჩამორჩენილები ვართ ხელისუფლების გამოისობით, ახლა ჩვენ წინ მივდივართ ხალხის გამოისობით, რაღაც ასეთ ფორმულას არა მხოლოდ ხალხის, უყურეთ მეორე ამბავი, ანუ ეს ხელისუფლება ხომ მყავს ახლაც, გიორგი? ბევრი კითხვა, ნახეთ, ლოგიკას მივყვებით. დიახ, მივყვებით, რა შეიცვალა მას შემდეგ? ანუ ევროკავშირის გაფართოებამ აკრიფა სისწრაფე, აკრიფა წონა, ანუ არავინ ელოდა, რომ ერთ წელიწადში უკრაინა და მოლდოვა მოლაპარაკებების ფაზაში გადავიდოთ, ხომ? ჩვეულებრივად ასე სწრაფად ეს ყველაფერი არ ხდება. ამიტომ ევროკავშირი დადგა ასეთი დილემის წინაშე, რომ ანუ მან რუსეთს უნდა გასცეს პასუხი გაფართოებით. და გაფართოებით უზრუნველყოს მომავალში ევროკავშირის და ზოგადად ევროპული სივრცის უსაფრთხოება. შესაბამისად, აი ამ პაკეტის ნაწილი არის უკვე დღეს საქართველოს და შესაბამისად ეს მთლიანი პაკეტის ლოკომოტივი არის სწორედაც რომ უკრაინა. შესაბამისად, თუ უკრაინა ჩავარდება, კი ბატონო, გიორგი, მაგრამ საქართველოს გამოისობით ხომ არა, ნახეთ, საქართველოს უკრაინის ბედი არის ახლა აი ამ მაგალითად კონკრეტულად უნგრეთის დილემაზე ახლა დამოკიდებული სხვები ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ ჩანან, თუმცა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი წერდა, რომ შეიძლება სხვები უბრალოდ სახეს არ ავლენენ ჯერ და შეიძლება რამდენიმე განსხვავებული პოზიციაც იყოს. ხო, მაგრამ ეს ხომ საქართველოს გამოისობით არ მოხდება, თქო, ამას ვამბობ, ეს მოხდება ევროკავშირის შიდა დისკუსიის გამოისობით. აქ უკვე საქართველოს აქ ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებს. ეხლა ამ ეტაპზე. ახლა დიდმა ევროპულმა სახელმწიფოებმა და ზოგადად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა თქვან თავისი სიტყვა, თუ ისინი სერიოზულად უყურებენ ამ ეტაპზე გაფართოებას და როგორც ხედავთ, სერიოზულად უყურებენ, მაგრამ ამ პროცესს ჭირდება კონსენსუსი და ერთი ლიდერი ორბანი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, თუ მისი გადარწმუნება ვერ მოხერხდება, ეს ასე ვთქვათ შეაფერხებს ამ სვას. შეაფერხებს და არა გააჩერებს, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ ევროპული საბჭო იკრიბება წელიწადში 4 ჯერ მინიმუმ და საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად. და თუ მაინც და მაინც მოხდება ისე რომ ეს საკითხი ჩავარდება ახლა ამ ეტაპზე და ორბანთან ვერ მოხდება შეთანხმება, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მე მაქვს ესეთი საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ევროკავშირის ლიდერები უფრო მაღალ წნეხს განახორციელებენ ორბანზე და საბოლოოდ ეს ამ პაკეტის მიღება მაინც მოხდება. წნეხს თუ მოთაფლავენ? ეგ წნეხი ნაწილია ერთმანეთის, ანუ გიორგი, წნეხია 13 მილიარდის დაბლოკილი თანხის გამბლოკვას წნეხი უწოდო ალბათ? კი, ანუ წნეხი არა თვალსაზრისით. შეიძლება ორბანმა თქვას, რომ ეს თანხა არ მაინტერესებს, მაგრამ ეს თანხა ორბანის ხო არ არის, ეს არის ის თანხა, რომელიც ევროკავშირმა უნგრეთს გაუყინა იმის გამო, რომ ორბანმა შესაბამისი რეფორმები არ გაატარა, ან ადამიანის უფლებები ვერ დაიცვა, ან და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ეს არის უნგრელი ხალხისთვის წართმეული ფული და ორბანი აქ აშვება, რომ ცდილობს, რომ ეს ფული უნგრეთს დაუბრუნოს, ხო? ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს წნეხია. მასზე პოლიტიკური წნეხია, მაგრამ შეიძლება ამ ფულის დაბრუნება არ აღმოჩნდეს საკმარისი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ფსონები ისე მაღლა არის აწეული, ხო, აქ სავარაუდოდ არის რუსეთის ინტერესებიც, ხო, იმიტომ რომ პირველი ვინ და რუსეთს აინტერესებს, რომ ეს პროექტი ამ ეტაპზე ჩავარდეს, ეს მისთვის გამარჯვება იქნება. კიდევ არის მესამე კომპონენტი, რომელიც თავად ორბანს, ანუ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით 5 თვეში ევროპარლამენტის არჩევნები იქნება. და ორბანს უკვე დაწყებული აქვს ეს საარჩევნო კამპანია, ოღონდ მისი მთავარი ხაზი არის ევროსკეპტიკური, აი მაგალითისათვის ერთი კვირის წინ დაჩნდა ბუდაპეშტში ესეთი ბანერები, სადაც გამოსახულია ურსულა ფონ დერ ლაიენი, სოროსის ვაჟი, კი ბატონო, და წარწერა არის ქვემოთ ასეთი, რომ ჩვენ თქვენს დაკვრულზე არ ვიცით. ანუ ცალფეხზე დგომას გავს ეს, ხო, რაღაცნაირად. შესაბამისად, ამით ორბანი რას ცდილობს? ის ცდილობს, რომ აჩვენოს, რომ
ის არ ემორჩილება ევროპელ ლიდერებს და თავისი ხაზი აქვს და აი ამ ხაზის გატარებას აპირებს. აი ამისთვის მას სჭირდება უკრაინის და ზოგადად გაფართოების საკითხი და შეიძლება ერთხელ ჩაგდება მას ეს იმიჯი გაუძლიეროს, ხო, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია ევროკავშირის 26 ლიდერს. ანუ ბევრი კომპონენტია, რის გამოც ორბანმა შეიძლება ბოლომდე გაჭიმოს ფეხები და შეიძლება ამ თანხის გაუღობამ და უკან დაბრუნებამ, საერთოდ ჯამური თანხა 22 მილიარდია, შეიძლება არ უშველოს ამ საქმეს, მაგრამ კი ბატონო, თვითონ თავად თქვა რომ არ უშველის, მაგრამ კი, თქვა. მაინც რეალ პოლიტიკისგან გამომდინარეობს ეს სიტუაციაც, ხა ბუნებრივია რა როგორ იქნება უცნობია. ხო, თუ გადავხედავთ თუ აი როგორი ტიპის პოლიტიკოსია ორბანი, რეები გაუკეთებია იგივე ევროპულ პოლიტიკაში, მე მაინც მგონია, რომ საბოლოო ჯამში მისი დაყოლება მოხერხდება. უბრალოდ ის ცდილობს, რომ რადგან გაფართოების პაკეტი თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის არის, ვიდრე მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტები, ხო, რომელთანაც ის ყოველთვის ვაჭრობს. შესაბამისად, უნდა რომ თუ ეხა რუსეთის სანქციის პაკეტზე ის გამოივაჭრებს რაღაცა 10 თანხას და ამ მდგომარეობას, აქედან გამოივაჭროს 100 გამრავლებული 100-ზე. კი ბატონო, ნახოთ, დაველოდოთ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. დიახ, მადლობა გიორგი რუხაძეს.